მიზეზი. საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა საკრებულოში შეკრებილ ბიზნესმენებსა და უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს პრემიერ-მინისტრმა დღეს თავად გააცნო. მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით საშემოსავლო გადასახადი 25-დან 20%-მდე მცირდება, დივიდენდის გადასახადი კი ნახევრდება და 5% დარჩება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით გადასახადების შემცირება ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ხელს შეუწყობს, ასევე პოზიტიურად აისახება როგორც დასაქმებულზე, ასევე დამსაქმებელ ორგანიზაციაზეც. გალობიშვილის თქმით, ახალი ინიციატივა მთავრობის 50-თვიანი პროგრამის ფარგლებში გაცემული ერთ-ერთი დაპირებაა. 2009 წლიდან ჩვენ გადავწყვიტეთ საშემოსავლო გადასახადი შევამციროთ 25-დან 20%-ად. ბოლო დივიდენდზე გადასახადი გავანახევროთ და დავწიოთ 10%-დან 5%-ად. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა მთელ ქართულ საზოგადოებას გაიზრდება დანაზოგები. ეს არის ყველაზე კარგი წინაპირობა ჩემი აზრით იმისთვის, რომ შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები. ეს არის ინიციატივა, რომელიც აისახება პრაქტიკულად ყველა საქართველოს მოქალაქეს. თავდაპირველი პროექტის მიხედვით გადასახადების შემცირება ეტაპობრივად უნდა მომხდარიყო და 2009 წლიდან 1%-ით უნდა შემცირებულიყო, თუმცა ფინანსთა მინისტრის განმარტებით ეკონომიკის განვითარების სტიმულირებისთვის მთავრობამ გადასახადების 5%-მდე შემცირება გადაწყვიტა. მიკაგროვის განცხადებით ამ რეფორმის გათვალისწინებით ბიუჯეტში 250 მილიონი ლარი აღარ შევა და ის ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება. ვალდებული უკვე დააღებული ნელ-ნელა შეგამცირებინა საშემოსავლო გადასახადი 1% უნდა მოხდარიყო 2009 წლიდან, შემდეგ 2%. ეს დინამიკა შეიძლება შევცვალოთ. პირდაპირ 5%-იანი შემცირება გავაკეთეთ საშემოსავლო გადასახადით, თუმცა დინამიკის მომავალ წლებზე რა თქმა უნდა გაგრძელდება აუცილებლად და იგივე პერიოდში 5%-ზე ჩამოვალ, მაგრამ ზუსტ ციფრებს წარმოგიდგენთ უახლოეს დღეებში. ჩამოვართ 250 მილიონი ლარი დარჩება ეკონომიკაში, რაც ბიუჯეტში არ შემოვა ამ ცვლილებების გამო. ეს 250 მილიონი ლარი იქნება დამატებით სტიმული, დამატებით დასაქმების ადგილების შესაძლებლად და დამატებით ეკონომიკის რესურსებს. გადასახადების შემცირებას დადებითად აფასებენ საკრებულოში პრემიერთან გამართულ შეხვედრაზე მყოფი ბიზნესმენები. მათი თქმით, ახალი ინიციატივა ფინანსების დაზოგას ხელს შეუწყობს და გამოთავისუფლებული თანხები ისე ბიზნესის განვითარებას მოხმარდება. გარდა ამისა, ბიზნესმენები თვლიან, რომ საშემოსავლო და დივიდენდების გადასახადების შემცირება ქვეყანაში ინვესტორთა შემოდინებას ხელს შეუწყობს. ეს ალბათ ყველა ბიზნესისათვის არის კარგი, გამომდინარე კერძო ბიზნესისათვის, გამომდინარე იქიდან, რომ თქვათ მოხდება თანხების დაზოგვა, აწავა გადასახადები და შესაბამისად უფრო ასე ვთქვათ ეფექტური განთავსება მოხდება. ყველაზე კარგი ჩვენთვის რა თქმა უნდა ადგილობრივი ბიზნესმენების ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები უცხოელებისთვის გაიზარდოს. იმიტომ რომ ვინაიდან იმათმა იციან რომ ეს განაკვეთების შემცირდა როგორც შემოსავლების ისე დივიდენდების მათი მიზიდული ხდება საქართველოს ფულის ჩადება. გადასახადების შემცირების გარდა საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთი ახალი ინიციატივა გამოაცხადა. გრიგოლ გალობიშვილის განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება განათლების სისტემის განვითარება. ამ მიზნით მომავალი წლიდან პედაგოგების ხელფასების 50 ლარით გაზრდა, ასევე სკოლების ინფრასტრუქტურის შიდა ფინანსური რესურსების მოძიება მოხდება. სწავლებლის ხელფასი გაიზრდება 50 ლარით და იქნება თავად ვაუჩერის ყველა წელიწადი საკალათო სკოლა, ეს არის ერთგვარი მაღალია რეგიონებისათვის. სკოლებთან დაკავშირებით ჩვენ ვესაუბრებით როგორც დონორებს, ასევე ვცდილობთ მოვიზიდოთ რაც არის შიდა რესურსები, რათა არ შეჩერდეს ინფრასტრუქტურული პროექტები. ნამდვილად ძალიან დიდად მოყოფილი ვარ იმის, რომ გაიზრდება მასშტაბების ხელფასი, მასალია ძალიან მცირეა შედარებით იმასთან, რა ინფლაცია დღევანდელ დღეს ჩვენ ქვეყანაში. საშემოსავლო და დივიდენდის გადასახადების შემცირების შესახებ მთავრობის ახალ ინიციატივას ერთ-ერთ წინგადადგმულობით შეაფასებენ ექსპერტები, თუმცა ისინი ამ ინიციატივით ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარების რადიკალურად შეცვლას არ ელიან. ექსპერტი გია ხუხაშვილი ეკონომიკის განვითარებისთვის მთავრობას სისტემურ ცვლილებებს ურჩევს. ეს შემცირება გადასახადების რა თქმა უნდა პოზიტიურად უნდა ჩაითვალოს, თუმცა ჩვენ რეალობას ეს რამდენად წარადგება, რამდენად რა ეფექტს მოგცემს ეკონომიკური განვითარებისთვის, აქ არის რა თქმა უნდა კითხვის ნიშნები. ეს პრობლემა არსებობს, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფრო სერიოზული პრობლემები, სისტემური მიდგომები უნდა შეიცვალოს. მე ვფიქრობ, რომ საინვესტიციო გარემოს გაჯენსა უნდა მოხდეს პოლიტიკური რისკების გატანა საინვესტიციო გარემოდან, რეალური კონკურენცია უნდა დაიწყოს ქართულ ბაზრებზე
და რა თქმა უნდა პროტექციონისტული პოლიტიკა უნდა გატარდეს შიგა სამიწარმოო სექტორის განვითარების სტიმულირებისთვის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ საკუთარი პროდუქტის წარმოება და იმპორტ-ექსპორტის ბალანსი გვექნა ისეთი, როგორც დღეს გვაქვს, ამ ქვეყანას პერსპექტივა არ აქვს. დღეს წარმოდგენილი მთავრობის ახალი ინიციატივები 2009 წლის ბიუჯეტში აისახება, ხოლო ბიუჯეტის პროექტზე მთავრობა მუშაობას 15 დღეში დაასრულებს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. ფოთის მასივის გაკაფოზე ტენდერი ცხადდება. დღეს ცნობილი ხდება, რომ უცნობი კომპანია შეპეცე რაკია საქართველოს მფლობელობაში არსებული ხეების გაყიდვას და გატანას გეკმავს. ეს საერთო ფართი დაახლოებით 27 ჰექტარია. აქედან 9 ჰექტარზე ფიჭვის ხეებია განლაგებული. 18 ჰექტარზე კი უნიკალური ჯიშის ევკალიპტის ხეები. საქართველოს გარემოსდაცვის სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს. ახლადანიშნული მინისტრი კი როგორც ჩანს სიტუაციაში ჯერჯერობით ვერ გაერკვა. გოგა ხაჩიძემ ფოთის მასივის გაჩეხვაზე საუბარს თავი იმ მიზეზით აარიდა, რომ ქალაქში არ იმყოფება. საქართველოს მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს განადგურებამდე ამ ფაქტს ფოთის მოსახლეობასთან ერთად გააპროტესტეს. რასაკვირველი უბედურება იმაში გახლავთ, რომ ეხლა როდესაც ის მასივები რუსეთმა ესე გადაწვა და ჩვენ ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს ეხლა ბორჯომის ხეობაში, ქონეს ხეობაში და სხვა ადგილებში, სადაც ბარბაროსული აქტები მოხდა. იგივე ბარბაროსობა შეიძლება ჩაიდინოს უკვე თავისი ფირმების საშუალებით უკვე ფოთის მიმდებარე ტერიტორიაზე. 21 ჰექტარის განადგურება ფოთის ტერიტორიაზე ნიშნავს, რომ ისეთ ქარიანი ადგილი, რომელიც არის საერთოდ ფოთი და ადამიანებს ისეთ პრობლემები აქვს ამ ხასთან დაკავშირებით და რა გაცილებით ორჯერ უფრო მეტი ინტენსივობით გაშლილდება ქარების რაოდენობა. ამ ნარგავებს იქ, ამ ტყის მასივებს, ამ ხელა ფართობებზე ერთადერთი დანიშნულება აქვს იქ, რომ როგორმე რეკრეაციული სისტემა შექმნას და პარალელურად ქარების სიჩქარე დააგდოს იმ ტერიტორიაზე. იქ ცხოვრება იქნება გაუსაზღლისი. საერთოდ მე მაინტერესებს გარემოსდაცვის სამინისტრო რას აკეთებს. თანასწორობის ინსტიტუტის წევრები მის ყოფილ წევრს გოგა ხაინძავას უპირისპირდებიან. ინსტიტუტის წევრებმა დღეს საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს და ორგანიზაციის ყოფილი წევრი და გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაინძავა დიდი ოდენობით არალეგალური ფულის აღებაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, საქმე ეხება ბორის ბერეზოვსკის ფონდიდან იარაღისა და ნარკოტიკების მოვაჭრეებისგან რამდენიმე მილიონი დოლარის მიღებას. თანასწორობის ინსტიტუტის წევრების თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია მათ ორგანიზაციის წევრმა ირაკლი კაკაბაძემ მიაწოდა და მათი თქმით, კაკაბაძეს ამის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციაც გააჩნიათ. ინსტიტუტის წევრების განმარტებით ბერეზოვსკის ფონდიდან მათ შემოთავაზება მიიღეს, რომ დემოკრატიული მოძრაობების გაძლიერების მიზნით ფონდი მათ 5 მილიონს გადმოუვიხავდა, რომელიც ღია და გამჭვირვალედ მოხმარდებოდა. თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ ფონდიდან შეიტყვეს, რომ თანასწორობის ინსტიტუტის მაშინდელი წევრი გოგა ხაინძრავა ამ შეთავაზებაზე უარს ამბობდა. თანასწორობის ინსტიტუტის წევრების განმარტებით ამის შემდეგ გოგა ხაინძრავამ ორგანიზაცია დატოვა და ბერეზოვსკის ფონდთან, რომლის წევრებიც იარაღითა და ნარკოტიკების მოვაჭრეები არიან, მოლაპარაკებები დამოუკიდებლად დაიწყო. მისგანაც არალეგალური თანხა 5 მილიონი მიიღო. თანასწორობის ინსტიტუტის წევრებმა დღევანდელ პრესკონფერენციაზევე იარაღით მოვაჭრეებთან ურთიერთობასა და მათგან თანხების მიღებაში პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანიას დაადანაშაულეს. ბერეზოვსკის ფონდის წარმომადგენელი არის, ხელმძღვანელი არის იმე გოლდფარბი. დაუკავშირდა ირაკს და შესთავაზა, რომ ვითანამშრომლოთ როგორც აი დემოკრატიული ინსტიტუტის განვითარებაში შეგიტყობთ ხელს. თანხა იყო 3 მილიონი და 5 მილიონი დოლარი. გამოყოფილი, ამ თანხას წარმოიწყებოდა და დემოკრატიული ინსტიტუტის განვითარებაში შეეწყებოდა ხელს. ეკი დათანხმდა, ჩვენ დავთანხმდით, ოღონდ თუ იქნებოდა ეს სამჭირვალედ, ჩვეულებრივად როგორც ხდება ხოლმე. მომდენიმე თვის შემდეგ გაუკავშირდა ეს გოგოი და თქვა, რომ ბატონი გოგა ხაინძრავა ჩვენი წინააღმდეგია, ანუ ესე იგი გამჭვირვალეობაზე, რადგანაც მის რეპუტაცია შეელახება სახელი. ცოტა დამაჯერებელი იყო, გავაკეთებელი და გარდა ამისა მოითხოვეს, რომ იარაღის გადამყიდველებზე თანასწორობის ინსტიტუტი ერეკლი კაკაბაძემ გაჩვენებული იყო. ამერიკაში უწევს ირაკლის ვიღაცა, ეს გვარი დასახელი არ ვიცი ირაკლის უსრა, ალბათ თვითონ ამ ფონდის ხელმძღვანელობიდან რომელიღაც, რომ გოგამ აიღო ეს თანხა. ხაინძრავას ჩვენმა